ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ნინი ხუგაშვილთან ერთად დღის აქტუალური თემა დღემშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღის არხი გრძელდება ღია ეთერში სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ ნინი ხუგაშვილი. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას გუში ღია ეთერში დაწყებულ თემაზე საუბარს განვაგრძობთ სწორედ მასთან ერთად გუში ნამახვან ჰესის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს, პროტესტის მიზეზებს, მოტივებზე საუბრობდნენ ადგილობრივი ხეობის წარმომადგენლები ვრცლად და მათი ძირითადი ასე ვთქვათ პროტესტის მთავარი გამომწვევი მიზეზი გახლდათ ის რომ ისინი ადანაშაულებდნენ შესაბამის პირებს მათთან ნაკლებ კომუნიკაციაში, ინფორმაციის არ მიწოდებაში, მრავალი მითია საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გადავწყვიტეთ სპეციალისტმა, პროფესიონალმა ისაუბროს ამის შესახებ და გავიგოთ უფრო მეტი დეტალი ზოგადად ჰესების შესახებ საქართველოში. მოგესალმებით ბატონ დავით, გიხდით მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის. სალამი, მივესალმებით თქვენს მსმენელს. კონკრეტულად რომ დავიწყოთ ნამახვან ჰესთან დაკავშირებული და განვითარებული მოვლენებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში პერმანენტულად, პერიოდულად აპროტესტებს მოსახლეობა ჰესის მშენებლობის საკითხებს, ხოლო ბოლო დაახლოებით 32 დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ფაქტობრივად მურიგეობს ადგილობრივი მოსახლეობა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჰესის სამშენებლო სამუშაოებს, მოკლედ შეიძლება ითქვას. მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები, თუმცა ისინი ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს იმაში, რომ მათთან აქვთ ნაკლები კომუნიკაცია, რომ არიციან რა ტიპის საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით კვლევები და ამ არგუმენტს ისინი ამყარებენ იმ მოსაზრებით, რომ რადგან არ აწვდიან მათ შესაბამის დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს, რომ არ არის. მოკლედ გავიაროთ თუ შეიძლება საკითხები კონკრეტულად და დავიწყოთ უფრო ნამახვან ჰესთან დაკავშირებული საკითხებით, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შეიძლება ახლდეს ჰესების მშენებლობა საქართველოში და შემდგომ უკვე კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირდეთ. პირველ რიგში რა დადებითი შეიძლება ახდე საქართველოს ერთადერთი ესეთი სტრატეგიული რესურსი ენერგეტიკული რაც გააჩნია ეს არის სწორედ ჰიდრორესურსი. ჩვენ მდიდარი ვართ ამ რესურსით, სამწუხაროდ ჩვენ სხვა რესურსი არ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასვით რომ ეს არის განახლებადი რესურსია და მთელი მსოფლიო დღეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით იცით რომ 199 ქვეყანა მიერთებული თქვათ პარიზის ხელშეკრულებას, რომლის ძირითადი დედააზრია ესეთი რომ შემცირდეს თქვათ დედამიწის ზედაპირის დათბობა, რომელიც აი ამ ბოლო წლებში და ტენდენციურად თქვათ მე-20 საუკუნის ბოლოში და 21 საუკუნის დასაწყისში ძალიან კატასტროფული ხასიათი მიიღო და ამ ხელშეკრულების თემა რომ 2 გრადუსზე მეტით არ მოხდეს თქვათ საუკუნის განმავლობაში ამ ტემპერატურის და ამის ერთ-ერთი გამომწვევი არის სწორედ ის რომ თური გაზები და ასე შემდეგ და მისი გამოსწორება შეიძლება სწორედ გადასვლით განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა წყაროებზე, კერძოდ ეს არის ჰიდრო, მზე, ქარი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ ჩვენ რესურსს, ჩვენ მუდმივად ვიქნებით ჯერ ერთი, აი მომავალი 10 წლების განმავლობაში თქვათ 3%-იანი დაცვა კონდეს დაახლოებით 3 მილიარდამდე დოლარი გავა ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე ვერ ნახავთ სოფლიოში ქვეყანას, რომელსაც ასეთი რესურსი კონდეს და ის არ სამბობდეს გამოყენებაზე. დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა თითქმის 90% დღეს ინტენსიური მუშაობა მიდის. მთელ სოფლიოში იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო ათვისებული თავიანთი ეკონომიკური გაჭირვებული მდგომარეობის გამო, დღეს მიდის ძალიან ინტენსიური ათვისება ამ სუფთა ენერგიის. აქედან გამომდინარე ალტერნატივა საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ნამდვილად არ აქვს. ის რომ თქვათ კომუნიკაციის დეფიციტია, ამაში შეიძლება სოლიდარული ვიყო, რომ აუცილებელია უფრო მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ თქვათ რომ ამოვე რომ კვლევები არ არის საკმარისად ჩატარებული და მომავალში კვლევები ჩატარებულია, კიდევ ერთ მეტი კვლევები ჩატარდება და აქედან გამომდინარე მთელი პერიოდის მანძილზე ეს იქნება წინასაკვლევის სამუშაო, ეს არის თქვათ პროექტირების ეტაპზე, ეს არის
მშენებლობის ეტაპზე და შემდეგ ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ამ ტიპის ნაგებობები მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, ძალიან სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს და ამიტომ ესეთი კვლევები ჩატარდება და საზოგადოებისთვისაც ეს უნდა იყოს ცნობილი. მაგალითად, მე გეტყვით ახლა გუშინ ვისაუბრეთ სეისმომედეგობის ანგარიშზე, თქვათ ის, რომ ქართველი გარემოსდამცველები და სეისმოლოგები მოითხოვდნენ თქვათ გადაანგარიშებას, თქვათ ახალ პარამეტრებზე მოხდა ესეთი გადაანგარიშება სწორედ ნამახვანის ობიექტზე და დღეს ეს ნაგებობა სეისმომედეგობაზე გათვლილი არის და ჩატარდა სამგანზომილებიანი გათვლა ამ დინამიურ დატვირთვაზე, რომელიც ჩაატარა ბულგარელმა სპეციალისტმა და გამოყენებული პარამეტრები უკვე ძალიან მაღალი პარამეტრებია, არა ის, რაც იყო თქვათ წინა საპროექტო დონეზე. ესე რომ ადეკვატური რეაქცია მოსაზრებებს ქართული სეისმოლოგებისა ნამდვილად ჰქონდა და დღეს მე მაგალითად დღეს სწორედ შესწავლის პროცესში ვარ ამ ანგარიში, რომლის პრეზენტაცია სპეციალისტებმა, ინჟინერ კონსტრუქტორებმა, თქვათ იმ ხალხმა, ვინც ანგარიშობს სტატიკურ დინამიურ ანგარიშზე, მათ პრეზენტაციას ერთი თვით მოусმინეს ამ ბულგარელი სპეციალისტის. დავაზუსტებ თუ შეიძლება და დამეტებით შეკითხვას დაგისვამთ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ხეობაში მრავალი მეწყრული ზონის არსებობა გარკვეული ტიპის პრობლემებს და საფრთხეს აჩენს. როგორია, რამდენად ხდება არა მხოლოდ ობიექტის გარშემო არსებული ტერიტორიის, არამედ ზოგადად რეგიონის შესწავლა ამ კუთხით. და ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ისინი საუბრობენ ხმამაღლა, მათ აინტერესებთ, ამიტომ მინდა გკითხოთ თქვენც და გადავამოწმო აქვე ინფორმაცია, რატომ დგას დღის წესრიგში მათივე ინფორმაციის სწორედ აღნიშნული ჰესის მშენებლობის საკითხი, მაშინ როდესაც ამორტიზებული მრავალი ჰესია საქართველოში, რომელიც შესაძლებელია. ამიტომ მოდით გადავამოწმოთ. მეც მოვისმინე ეს განცხადება და უნდა გითხრათ ძალიან დილეტანტური და არა პროფესიონალური იყო, უბრალოდ დილეტანტურსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ქართული ენერგეტიკა დღიდან აი იმ პერიოდშიც, როცა ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო 90-იან წლებში, ყოველთვის უთმობდა ძველი ჰესების რეაბილიტაციას ის თუნდაც ენგურის მაგალითი ჩვენი ძირითადი ჰიდროსადგურის 90-იან წლების 98 წელს ენგურზე მუშაობდა აგრეგატი ნახევარი და სწორედ მთელი მცდელობა ქართველი სპეციალისტების იყო რომ დაწყებული იყო ამ სადგურის რეაბილიტაცია და 98 წელს 1998 წელს მოეწერა ხელი ლონდონში სწორედ სასახელო ხელშეკრულებით ცეცხლის გამოყოფას ენგურის რეაბილიტაციებსაც და აი სწორედ აგრეგატ ნახევრიდან დღეს ენგურზე მუშაობს 5 აგრეგატი და ის დადგმულ სიმძლავრეს იღებს. ასეთივე რეაბილიტაციები ჩატარდა თითქმის ყველა სადგურზე, მაგალითად ერთი აგრეგატი მუშაობდა ვარდნილზე, დღეს 3 აგრეგატი მუშაობს. ამიტომ თუ ნახავთ და ეს სპეციალისტები ნახავთ ჩვენ გამომუშავებას თითქმის 90%-ს ვიღებთ იმ სადგურებზე სადაც ეს შეიძლება აუკვეთ. კიდე ერთი, რასაც თუ მაგას აქცევენ ყურადღებას, ძალიან კარგი, რომ რეაბილიტაციას ძალიან ექცევა ყურადღება საქართველოს ენერგოსისტემაში და უნდა მიაქციონ კიდევაც ყურადღება. ასევე ლაპარაკობდნენ უზარმაზარ დანაკარგებზე მაღალი ძაბის ქსელებში. ეს ასე არაა. მაღალი ძაბის დანაკარგების სწორედ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ის დანაკარგები ჩვენ მაღალი ნამდვილად აკარგო. და ეს შემიძლია და დაუდასტუროს თუ უნდა საიტზე შეუძლიათ შევიდნენ თქვა სახელმწიფო სისტემის და ნახოთ რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება დანაკარგები და ძალიან მცირეა და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ის რომ რეაბილიტაცია ჩვენ განვითარება აუცილებლად გვჭირდება ახალი სიმძლავრეები. წარმოიდგინეთ გუშინ იყო ნათქვამი რომ აი მარტო გუშინ 508 მეგავატი შემოდის იმპორტით. და ფაქტიურად ქვეყნიდან გადის ეს სავალუტო სახსრები. გუშინ 509 მილიონი დოლარის გავიდა, მარტო გუშინ გავიდა ქვეყნიდან საუჩვენი სავალუტო სახსრები სწორედ ელექტროენერგიის საყიდვად, როცა იმპორტი მიმდინარეობს რომელ ქვეყნებში გადის ძირითადად, კი ბატონო. აზერბაიჯანიდან. ფაქტიურად ჩვენ მთლიანად ვარ დამოკიდებული ამ პერიოდში იმპორტზე. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ თუ ეს რესურსი არ ავიცისეთ
ჩვენი ჰიდრორესურსი ძალიან გაგვიჭირდება და ეკონომიკას გაუჭირდება ქართულ ეკონომიკას. ერთადერთი ნაშრომი არ კიდევ საუბრობენ დაგეგმა და სტრატეგიული დაგეგმა საქართველოში არასდროს განხორციელებულა თქვათ სოციალური, ეკონომიური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. 2008 წელს გამოვიდა ნაშრომი სოფლიო ბანკის დაკვეთით, რომლის დასახელება სტრატეგიული დაგეგმა გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით. აქ იყო როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური კრიტერიუმი და ეკონომიკა ქვეყნის გათვალისწინებული და 15 წლით დაიგეგმა საქართველოს გენერაციის განვითარება და სხვადასხვა სცენარებია შედარებული და მოხდა მათი რანჟირება და უნდა გითხრათ, რომ მე შეხება ამ პროექტთან გარდა იმისა, რომ დიდი კაშხლების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ჩვენ ყველა ასეთ პროექტს მაღალ ყურადღებას ურთმობ და ეს ჩვენ საერთაშორისო კომიტეტიდანაც გვევალება და გარდა იმისა ჩვენი ნაციონალური ეროვნული კომიტეტის საქმეა ესა აი ყველა რანჟირებით აი ამ ნაშრომში სოფლიო ბანკის მიერ 15 წლით დაიგებდა და ყველა ამ ნაშრომში ნამახვანი იყო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი საქართველოს ენერგოსექტორისთვის. თუ რომელიმე ჩვენი ოპონენტი და ოპონენტი ამ პროექტის დამისახელებს ანალოგიურ კვლევას მათ მიერ ჩატარებულს და სადაც არ იყო ესეთი, მე შემიძლია დისკუსიაში შევიდე. ერთადერთი ნაშრომი, რომელიც დაგეგმას ასახავს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების, აი სწორედ ამ მრავალ კრიტერიალური მოდელებით, ეს არის ის ნაშრომი, რომელიც მე დავასახელე და ამ ნაშრომში ყველა სცენარში ნამახვანი განიხილება, როგორც ყველა საჭირო ენერგეტიკულად საქართველოს ენერგოსისტემის. ხშირად ამბობენ, რომ ნამახვანი სწორედ იმ 8 თვის განმავლობაში, როცა ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ, საშუალება აქვს უძვირესი ენერგია ჩაანაცვლოს იმპორტირებული უძვირესი ენერგია. თუ დღეს მაგალითად რუსეთიდან დღის საათებში ჩვენ 8 ცენტამდე ვყიდულობთ ენერგიას და აქედან როდესაც საუბრობენ, რას მოგვიტანს ნამახვანი 700 მილიონამდე ნამახვანის კომპლექსი დაახლოებით 700 მილიონზე ზამთრის თვეებში. და გადავამრავლოთ დაახლოებით აი ამ 8 ცენტზე და დაახლოებით მივიღებთ 60 მილიონზე, ცოტა 60 მილიონზე ოდნავ ნაკლებს მივიღებთ ჩანაცვლებას ადგილობრივი რესურსი. და ასე შემდეგ. აქ მე მინდა გითხოთ ბატონ დავით, როდესაც თქვენ საუბრობთ დადებით ფაქტორებზე და როდესაც გაცხადებულია პოლიტიკა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრების, ასე ვთქვათ, პერიფრაზე შემიძლია მოგიყვანოთ ღია ეთერში და თან განვიხილოთ თუ არის შესაძლებელიც, ისინი ამბობენ, რომ თუ ის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულად აუცილებელი ენერგოდამოუკიდებლობა, მაშინ რატომ არ აქვს ნამახვან ეს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი, რაც მას დამატებით ბენეფიტებს მისცემდა და რადგან მოსახლეობას წუხს, რომ გარკვეული საფრთხის წინაშე შეიძლება თავად ისინი დაადგნენ და სწორედ ამ საკითხთან კორელაციაში მინდა გითხოთ კონკრეტულად ამ ჰესის მშენებლობა, ექსპლუატაცია ქმნის თუ არა საფრთხეს, ან რა ტიპის საფრთხესთან ასოცირდება კონკრეტულად ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რა შეგიძლიათ გითხრათ? ამ შემთხვევაში რა ტიპის საქმე ერთ-ერთი ისევ დადებიც ვიტყვი, რა ტიპის საქმე შეიძლება ეს არის ამ შეშენებლობა დაასაქმეს სადღაც 2000-ზე მეტ მუშახელს და მათი 80% მთელი ესე იგი საინჟინრო პერსონალიანაც სწორედ და მუშახელიც იქნება საქართველოს მოქალაქეები იქნებიან და ეს მათ შეუწყობს შემდეგ საექსპლუატაციო პერსონალი ვინც ამ ჰესებზე და ამ კასკადზე იმუშავებს ისენიც მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე იქნებიან. რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს და გადასახადები, თქვათ ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც ადგილობრივ შემიძლია ტრანსფერი, თქვათ ქონების გადასახადი, ხო? დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე იქნება ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ ხელა შენატანი მე მგონი ძალიან წინ წაწვეს თვითონ აზერბაიჯანი ამ ადგილობრივ ეკონომიკას. იმის მაგივრად რომ ჩვენ თანხები თქვათ რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, შეიძლება სომხეთში გადავიწყოს, ამის მაგივრად ჩვენ ადგილზე გავანვითარებთ ჩვენ საკუთარ ენერგეტიკას.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის კლავინდებურად მე მინდა კითხოთ, რადგან საფრთხეებზე აპელირება მათი მხრიდან არის მუდმივი პროცესი. მაგრამ რა საფრთხეებზე აპელირება, აი მითხარით რა მეწყრული ზონების არსებობა, ნაგებობის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ნაგებობის უსაფრთხოების შეება მე სეისმიკაზე გითხარით, რომ სოფლიო არ იცნობს ამ ტიპის ნაგებობას, რომელიც და ამაზე ვისაუბრებ სოფლიოში ბუნებაში არ არსებობს ბეტონის ამ ტიპის ნაგებობა, რომელიც სეისმური დატვირთვისგან დანგრეული იყოს. გარდა ამისა, ჩატარებულია უამრავი კვლევაა ჩატარებული და მაგალითად სტატიკური, დინამიური ანგარიშები, ფილტრაციული ანგარიშები, ასე შემდეგ. ესე იგი, რა საფრთხეზეა საუბარი? მათ არ აქვთ ამ კვლევების შესახებ ინფორმაცია, ბატონ დავით. საიმედო ნაგებობაზე. ყველაზე მაღალ საიმედო ნაგებობაზეა საუბარი, გრავიტაციული კაშხლები ითვლება დღეს ყველაზე მაღალ საიმედო ნაგებობას. გარდა ამისა, რა საფრთხეზე შეიძლება ვილაპარაკოთ? მათ არ აქვთ ბატონ დავით ინფორმაცია. მათ ისინი როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ, მათ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. ისინი არ იცნობენ მასალებს. მათ არ იციან როგორია ხელისუფლებასა და მშენებელ კომპანიასთან დადებული პირობები და ასე შემდეგ და თქვენთან არ შევდივარ ბუნებრივი ანგარიშს, რომელსაც მე ვკითხულობ ახლა, ხო? ჩვენ ამას ვაპირებთ, რომ გადავცეთ არა მარტო ქართულ სპეციალისტებს, თქვათ, ხო, სამგანზომილებელს საკმაოდ რთული მათემატიკურ აპარატს მოითხოვს და გადავცეთ უცხოელებსაც, საერთაშორისო პანელივით გვინდა გავაკეთოთ, რომელიც ყველა ასეთ მნიშვნელოვან ნაშრომს შეისწავლის, რათა ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ საიმედო ნაგებობა კეთდება. მესმის მე სკეპტიციზმის მესმის, იმიტომ რომ ქონდა საქართველოში გარკვეული ამ მიმართებაში, გარკვეული თქვა არა კაშხლის მშენებლობაზე, მადლობა ღმერთს არ ქონია, მაგრამ იყო რაღაც დარღვევები, რაღაც არ იყო კარგად, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში საზოგადოების ყურადღება ძალიან კარგია და პოზიტიურია, თვითონ სპეციალისტების ჩართულობას, თქვა ჩვენი ორგანიზაციიდან, ასევე რომ მუდმივი მონიტორინგის იყოს და კვალიფიციური მონიტორინგი გაკეთდეს ყველა ეტაპზე, პროექტირების, მშენებლობის ეტაპზე, რათა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. მეცად გეტყვით, მთელი ექსპლუატაციის შემდეგ, ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და მოგეხსენებათ 100 წლამდე და მეტი აქვს მათი ვადა ექსპლუატაციის შემთხვევაში აგერ გვაქვს ზაგესის მაგალითი გვაქვს, ზემოაჭალის ჰიდროსადგური, რომელიც თითქმის 100 წლის გახდება და იგივე ქვეით რიონხეზე, ვარჩიხეხეზე, ხო, თითქმის 60-70 ზეით ლაჯანური 53 წელშია გაშვებული, ხო? აი ამ ტიპის ნაგებობების აქვს ესე იგი მიდგომა, რომ მთელი მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ უსაფრთხოების მონიტორინგით კეთდება ყველა ახალი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ძალიან მოკლედ შევაჯამოთ და დავასრულოთ საუბარი, მაშინ როცა ვსაუბრობთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რა ნაბიჯები გვაშორებს, რა პერიოდში ხედავთ თქვენ ამ პროცესს. ძალიან რთულია ალბათ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრი ჩვენ ვერაზროს ვერ გავხდებით მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი. ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ. მაგრამ ის რომ მაგალითად ჩვენ თქვათ 2030 წელზე მაგალითად თითქმის გვიორმაგდებას თუ დღეს 13 მილიარდამდე ვაქვს 22 მილიარდი ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საკუთარი რესურსის გამოყენება. ჩვენ მაგალითად უნდა ავიღოთ ისეთ ქვეყნები, ჩვენი ტიპის ქვეყნები, პატარა როგორც არის მაგალითად შვეიცარია, რომელსაც თითქმისაა გათვისებული. მე არ ვამბობ, რომ 90% დავითვისოთ, მაგრამ აი ესეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორც ამ შემთხვევაში ნამახვანია, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს, იძლევა ზამთრის პერიოდში იმ ენერგიას, რომელიც ჩაანაცვლებს იმპორტს. მათი არ გაკეთება ძალიან აზარალებს საქართველოს მომავალ ეკონომიკას, ძალიან აზარალებს თითოეული ადამიანის და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ სვლას. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. მუდმივად საუბარია, მაგალითად ინფლაციაზეა საუბარი. ეს იმპორტი უბრალოდ მოსახლეობასაც მინდა ასეთი დიდი იმპორტი თქვათ მუდმივად გავლენას ახდენს სწორედ კურსზე, ლარის კურსზე. კი ბატონ დავით. ყოველდღე რომ მილიონი გადის ქვეყნიდან რა თანხებზეა ლაპარაკი. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით მირცხულოვას უსმენთ ენერგეტიკის ექსპერტს. მოკლე სარეკლამო ჭრის შემდეგ დღის მთავარ თემებზე საუბარს განვაგრძობთ.
ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინი ხუგაშვილთან ერთად.